ჩამოთვალოთ რამდენიმე ვერსია თუ სად და რატომ ჩნდება ნესტი და კონდენსატი. მოდი დავიწყოთ პირველი, ყველაზე ხშირი და განსაკუთრებით ზამთარში. ეს გახლავთ ძირითადად კორპუსები, შესაძლოა ეს იყოს ახალი კორპუსი ან ძველი კორპუსი და განსაკუთრებით კუთხის ბინები, სადაც კედელს არ აქვს შესაბამისი იზოლაცია. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრს თქვენთან გასაწუთებს ეს პრობლემა, როდესაც თქვენ ჩართავთ გათბობას სახლში და გარეთ არის უკვე სიცივე, იმის გამო რომ კედელი არის თხელი, თქვენთან ჩნდება კონდენსატი. როგორც ფანჯრებზე და ფანჯრები ეგრეთ წოდებული დაორთქლა ხდება და მოდის წვეთები, ასევე კედლებზე. კედლებზე, როდესაც წვეთები კეთდება, შესაბამისად სისველი აჩენს ობს და შავდება კედლები და გაქვთ მუდმივი დისკომფორტი, რომ ეს ყველაფერი ნელ-ნელა მიდის და იზრდება და ინდონეზე იზრდება, რომ თქვენ სერიოზული დისკომფორტი გაქვთ და ხშირ შემთხვევაში ფიქრობთ სახლის გაყიდვაზეც. ამ შემთხვევაში მოსაზრება, რომ თქვენ ჩართავთ სახლში გათბობას, ეგრეთ წოდებულ რადიატორებს და რადიატორი გააშრობს ამ სისხლს, ეს არის ყველანაირად დიდი არცოდნის ამბავი და ამას ვინც გირჩევთ, ეს არის ტყუილი, რადგან თქვენ რაც უფრო დაათბობთ და რაც უფრო მაღალ ტემპერატურას დააყენებთ სახლში, იმის მიხედვით უფრო და უფრო გაიზრდება სისველე ოთახში. რადგან გარეთ იმატებს სიცივე, სახლში იმატებს სიცხე, შესაბამისად სიცივის და სიცხის ურთიერთქმედება იწვევს კონდენსატს. ეს იგივე პრინციპია, თქვენ როდესაც მაგალითად სამზარეულოში ხარშავთ გარკვეულ სადილს და თავსახური ახურავს ქვაბს მაგალითად და დიასახლისებმა ეს ძალიან კარგად იციან, როდესაც ქვაბს მოხსნით თავსახურს, იქ ჩნდება უამრავი ორთქლი, ეგრეთ წოდებული კონდენსატი, იგივე პრინციპით ხდება თქვენი სახლის დასველება. მესამე მიზეზი ესეც ხშირია, რა თქმა უნდა, გადახურვის პრობლემა, შესაძლოა კერძო სახლის, შესაძლოა კორპუსი, ჩამოდის წვიმა და წვიმის წვეთები პერიოდულად, რა თქმა უნდა, იზრდება, ეს არ არის პირველ წვიმაზე საუბარი, რამდენიმე ხნის შემდეგ კედლები სველდება, ანალოგიურად გარეგან დასველებული კედლები სისველი აღწევს შიგნითაც და ანალოგიურად ჩნდება ნესტი. შემდეგი მიზეზი. ძირითადად ეს ხდება კერძო სახლებში და კერძო სახლებში ხშირია, რომ არსებობს 0 სართული და გარკვეული კედლები, შესაძლოა 4-ვე კედელი, ან 1 ან 2 კედელი იყოს მიწის ქვეშ და იმის მიუხედავად, რომ თქვენ ეცადეთ ყველაფერი სახლის მშენებლობისას, გააკეთეთ ეგრეთ წოდებული დრენაჟი, გაუკეთეთ იზოლაცია, წაუსით სხვადასხვა სითხეები, დროთა განმავლობაში მიწიდან მოწოლილი სისველე და მიწა ხშირ შემთხვევაში რა თქმა უნდა სველდება, როგორც წვიმის გამო, ასევე შესაძლოა იყოს ეს გრუნტის წყლები, პერიოდი გადის, შესაძლოა ეს იყოს თვეების მერე, წლის მერე, 2 ან 3 წლის შემდეგ და ნელ-ნელა მიწიდან მოწოლილი წყალი აწვება თქვენს კედლებს. სამწუხაროდ ხშირია ეს ფაქტი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ყველანაირი მასალის და ხარისხიანი მასალის გათვალისწინებით თქვენთან ეს პრობლემა მაინც ჩნდება. კედლები ისევ სველდება, ჩნდება ობისოკო და ობისოკოს სუნთქვა ეს არის ძალიან მავნებელი, ამ შემთხვევაში ნესტი მრავლდება თქვენს ოთახში, არის ძალიან მძიმესუნი და ეს კიდევ ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც ოთახში გვაქვს ძალიან დიდი ნესტი. იმის და მიუხედავად, რომ თქვენ გირჩევენ იზოლაციის გაკეთებას და ეგრეთ წოდებული XPS-ების მიწებებას, ხშირ შემთხვევაში ეს მეთოდი ამართლებს, თუმცა ჩვენ 9 წლიანი პრაქტიკა გვაჩვენებს, რადგან ჩვენი მომხმარებლებისგან ვიცით ეს ყველაფერი და არ ვამბობთ რა იმას, რაც არ ხდება. ხშირ შემთხვევაში არასწორად გაკეთებული იზოლაცია იწვევს უარეს შედეგს. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, გაქვთ ნესტი, კედლები სველდება, გირჩიეს XPS-ის მიწებება იზოლაციის, გააკეთეთ ეს ყველაფერი და რამდენიმე თვეში ხდება უარესი. ეს რატო ხდება? ამ შემთხვევაში ჩვენ ძალიან კარგად გვესმის კედლების სუნთქვა თუ რას ნიშნავს და თქვენ როდესაც არასწორი ტექნოლოგიით აკეთებთ დათბუნებას, თქვენ როდესაც ჩართავთ სითბოს, ამ შემთხვევაში უკვე სითბო შესაძლოა გარედან რა თქმა უნდა სიცივე აღარ შემოდის, თუმცა ოთახში ხდება აი ამ ჭარბი რაოდენობა სიცხის და სითბოს დაგროვება და კედლებში ვეღარ აღწევს, ანუ ვეღარ სუნთქავს კედელი და შესაბამისად აი ეს ეგრეთ წოდებული გაგუდვის ეფექტი ხდება ოთახში და ანალოგიურად იწვევს ესეც
Nest. ასევე არსებობს მიზეზი, ეს გახლავთ სამშენებლო მასალები და რას გულისხმობ. მაგალითად, ხშირად ჩვენ გვიყვარს შპალერის გაკვრა და ძალიან კარგი და ლამაზი დიზაინის შპალერები არსებობს, ეგრეთ წოდებული რეცხადი შპალერები და ხშირ შემთხვევაში ჩვენ ამ ყველაფერს ვაკეთებთ, იმიტომ რომ მოსავლელად მარტივია და რა თქმა უნდა წმენდაც ამ შემთხვევაში შპალერის ბევრად გამარტივებულია, თუმცა უხარისხო შპალერები რეცხადი იწვევს ასევე კედლების სუნთქვის შეკავებას, რაც ხშირად ხდება მიზეზი კედლების დასველების. ასევე მეტალოპლასმასის უხარისხოზე მაქვს საუბარი ყველაზე რა, თუმცა ხშირ შემთხვევაში უხარისხო მეტალოპლასმასის კარფანჯრები იწვევს ასევე კონდენსატს. თქვენ ხშირად გაქვთ ეს პრობლემა, არის მაგალითები რომ გააკეთებთ საუკეთესო რემონტს, ყველაფერს ხარისხიან შეიძენთ და რამდენიმე თვეში იწყება კონდენსატის პრობლემა. რემონტამდე არ იყო, თუმცა რემონტის შემდეგ გაჩნდა. შესაბამისად, ესეც არის სხვადასხვა სახის უხარისხო მასალები, საღებავები, შპალერები, როგორც გითხარით, მეტალოპლასმასის ფანჯრები და აი ამის ერთობლიობა იწვევს ისევ და ისევ ნესტს. იმის დადგენა თუ რისგან და საიდან მომდინარეობს ნესტი, ეს არის ძალიან დიდი თავისწყივრი და ხშირ შემთხვევაში არის ამოუცნობი, შესაძლოა თქვენ დაგიჯდეთ 10,000-ობით ლარი რემონტის გაკეთება, გამოცვალოთ მეტალოპლასმასი, მაინც იქნება, შეცვალოთ შპალერი, მაინც არის, იმიტომ რომ კომპლექსურად ჭირდება ამას მიდგომა და რეალურად ამის კეთება ჩვენთან არის ძალიან იშვიათი. ამიტომ მე რას გირჩევთ, არსებობს ძალიან მარტივი გამოსავალი. ეს ბევრმა იცის უკვე და ეს გახლავთ ინვენტორის ბრენდის ნესტის შემწოვი აპარატები. ჩვენ ეს აპარატები უკვე გვაქვს საქართველოში 9 წელია. გვყავს უამრავი ბედნიერი მომხმარებელი, ისეთი რომლებიც აპირებდნენ სახლის გაყიდვას და ძალიან ბევრია ესეთი, რომელთაც ეშლებოდათ კედლები, სუნთქავდნენ საშინელი ნესტიან ჰაერს და ცდილობდნენ სახლის გაყიდვას, თუმცა ჩვენი აპარატის დადგმის შემდეგ ეს აზრი შეიცვალეს და შეიცვალეს არა რამდენიმე თვეში, არამედ რამდენიმე დღეში. ეს არის გამოცდილი ტექნოლოგია, რომელიც არის ძალიან მარტივი, არის აპარატი, რომელსაც დგამთ ოთახში, აერთებთ დენის წყაროში, ის იწვევს ყველანაირ სისხლის ოთახიდან, სადაც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა მდებარეობდეს, ეს იქნება ჭერი, კედლები, იატაკი, თუ სხვადასხვა ავეჯი, ტანსაცმელი, ყველა ადგილიდან აკეთებს ნესტის შეწოვას და შესაბამისად ფილტრავს ჰაერს და მერე უშვებს უკვე გაფილტრულ სუფთა ჰაერს. ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ ორი ფუნქცია ერთ აპარატში, ერთი რომ ნესტს აკრობს და მეორე რომ ფილტრავთ ჰაერს და სუნთქავთ იდეალურ ჰაერს. ეს ყველაფერს გახლავთ ინვენტორის ბრენდის ნესტის შემწოვი აპარატები, რომლებიც სერტიფიცირებულია აბსოლუტურად ყველა საერთაშორისო ავტორიტეტული ორგანიზაციის მიერ და დამტკიცებულია რომ 100%-ით შველის თქვენ პრობლემას. ანუ აღარ მოგიწევთ რემონტის კეთება 10,000-ობით ლარის დახარჯვა, ძალიან დიდი თავის ტკივილი და რემონტის კეთება ყველა მიცის, რომ ეს არის კატასტროფული პროცესი და ხშირ შემთხვევაში ხარჯავთ უზარმაზარ თანხებს, ნერვებს და საბოლოო ჯამში იგივე გაქვთ. ამიტომ გირჩევთ შეიძინოთ ინვენტორის ბრენდის ნესტის შემწოვი აპარატები, რომლებსაც მოყვება 5 წლიანი გარანტია და 100%-იანი გარანტია, რომ თქვენ მიიღებთ 100%-იან შედეგს. ამას ჩვენ გეუბნებით 9 წლიანი გამოცდილებით საქართველოში 1000-ობით ბედნიერი მომხმარებლით და ძალიან კარგად გვიცნობს ბევრი და ვინც არ გვიცნობს, აი ვიდეოს ვინც უყურებს ეხლა, გვერწყმუნეთ, ეს ყველაფერი არის რეალობა, დადგით, შეაერთეთ დენის წყაროში, გადაიტანეთ ნებისმიერ დროს ოთახიდან ოთახში, სახლიდან სახლში, ქალაქიდან ქალაქში, ატარეთ როგორც გინდა, შეიტანეთ აბაზანაში, როდესაც ბანაობის შემდეგ იორთქლება მთელი აბაზანა, დადგით აბაზანაში, გაშრება აბსოლუტურად წუთებში ეს ყველაფერი. გაეცანით ჩვენი აპარატის შესახებ დეტალურ ინფორმაციას, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ორიგინალი, სერტიფიცირებული, ლიცენზირებული აპარატები და ფრთხილად იყავთ, რადგან არსებობს ზოგადად სხვადასხვა ტიპის აპარატები, ხშირ შემთხვევაში ეს არის იაფასიანი გაურკვეველი აპარატები, რომლებიც რეალურად საქმეს არ აკეთებს თუ კიდე არ აფუჭებს. ამიტომ ენდეთ ინვენტორს გამოცდილებას, წარმატებულ ისტორიას, 60 წლიან ბრენდს მთელ მსოფლიოში და ლიდერ ბრენდს ნესტთან ბრძოლის ტექნოლოგიებში. მადლობა ყურადღებისთვის და გელოდებით.